გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში სრული დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მისივე თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები და შეარყია როგორც რეგიონული, ისე გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება. ამასთან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად ასობით ათასი ქალი, კაცი და ბავშვი დაიღუპა და დაშავდა. რასმუსენის თქმით, გაერო უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და კატეგორიულად მოუწოდებს რუსეთს ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევალდებულებას უზრუნველყოთ საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩადენილი დანაშაულებისთვის სრული პასუხისმგებლობა. მსხვერპლთათვის სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში მთელ მსოფლიოში მსგავსი სისასტიკეები თავიდან ავიცილოთ. კატეგორიულად მოვუწოდებთ რუსეთს უპასუხოს სრულ დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებს და განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინაში ყოვლის მომცველი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. საერთაშორისო სამართლის მათ შორის გაეროს წესდების შესაბამისად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისო და აღიარებულ საზღვრებში.